2020 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ პროფესიული განათლების სისტემას წელს პირველად ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები ჰყავს. 85-ზე მეტ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამას 1500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. Რამდენად მოთხოვნადია ინტეგრირებული პროგრამები და არის თუ არა ალტერნატიული გზა სრული ზოგადი განათლების მისაღებად. თემაზე ჩემი თანაწამყვანი ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და მისი სტუმრები, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, გდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი და სტუდენტი გიორგი მამალაძე ისაუბრებენ. მე აქვე დაგემშვიდობებით, სოსო, მოგესალმები და გითმობთ. მოგესალმები, ნიკა. წარმომადგენლობითი დელეგაცია, როგორც ყოველთვის, ესე იგი, უნარებთან დაკავშირებით, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით. თამარს მადლობა უნდა გადაუხადო ბევრი რაღაცისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ძველი ნაცნობი დიდი ხანია რომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს, თუმცა ვაკვირდები მის საქმიანობას, პროფესიულ საქმიანობას, პროფესიული განათლების კუთხით და მინდა მოგილოცო, აი ძალიან დიდი წარმატებები ნოდარ არ შემიძლია ესეთი შესავალი არ გამეკეთებინა. მაგას თემაზე ვილაპარაკებთ, ეს არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები და პირველი გამოშვება გვეყოლება დღეს, ესე იგი ხანგრძლივი 15 წლის შემდეგ გიორგი მამალაძე გამარჯობა გიორგი, იქნება ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ვინც აი ამას დაასრულებს, ასე ვთქვათ, პროგრამას. ესე იგი, რას ნიშნავს ეს და რატო უნდა გვიხაროდეს? გიორგი, კაი ბიჭი ჩანს. საინტერესო პროფესიული მიმართულება აურჩევია, მაგრამ რა მოხდა, რატო თვლით, რომ ეს არის, ვთქვათ, რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი? თამარ, დავიწყოთ შენით. მოგესალმებით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა ამ რუბრიკისთვის და უნარებზე საუბრის შესაძლებლობისთვის. ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი კი არა, სოსო, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის კომპონენტია ინტეგრირებული პროგრამები და რატომ? 15 წლიანი წყვეტა აღნიშნეთ და ეს რას ნიშნავს, რომ ადრე იმისათვის, რომ პროფესიული განათლებაზე შეეჩერებინა ახალგაზრდას არჩევანი და თქვა 9 კლასის შემდეგ უნდა დაეტოვებინა სკოლა, მას ფაქტიურად უწევდა თავისი კარიერული არჩევანის გაკეთება უნივერსიტეტსა და უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის. დღეს ეს არჩევანი ასე აღარ დგას, იმიტომ რომ მაშინ თუ გამოვიდოდა სკოლიდან, ფაქტობრივად დაამთავრებდა პროფესიულ პროგრამას, იმისთვის რომ მომავალში უნივერსიტეტში წასულიყო სასწავლებლად, უკან უნდა დაბრუნებული იყო სკოლაში, 3 წელი ესწავლა სკოლაში, მე-10, მე-11, მე-12 კლასი და ამის შემდგომ გაეგრძელებინა სწავლა. დღეს ის პროგრამები, რომელსაც უწოდებთ საშუალო პროფესიულ პროგრამას და რომელიც ფაქტობრივად გვერდით დგას საპირწონეა სკოლის საშუალო საფეხურისა, ანუ მე-10, მე-11, მე-12 კლასის საპირწონედ ჩვენ გვაქვს საშუალო პროფესიული პროგრამა, რომელშიც ის ეროვნული სასწავლო გეგმა ეგრეთ წოდებული, ხო, პროგრამა, სააგნები და ასე შემდეგ, ჩაინტეგრირებულია, ოღონდ ცოტა განსხვავებული გზით, ანუ შერწყმულია პროფესიასთან. და ეს ბავშვები ბევრად უფრო საინტერესოდ სწავლობენ იმ საგნებს. დავარქოთ ახალგაზრდები. ეს ახალგაზრდები, ხო. ბავშვებს ეძახი ბოდიში გიორგი. ერთი ჩაკითხვა მჭირდება რა. ესე იგი გამოდის რომ ფაქტობრივად გიორგის ტოლებმა დაამთავრეს სკოლა და აქვს საშუალო განათლების დიპლომი ექნებათ, თქვა 5 აგვისტოს, ხო? ატესტატი. გიორგისაც ექნება გიორგის ექნება პროფესიული დიპლომი, რომელიც იქნება გათანაბრებული ატესტატთან უფლებრივად. ანუ საბაზო განათლების შემდგომ მას ჩვეულებრივად შეუძლია აი ამ დიპლომით გაგრძელოს უმაღლესი სწავლა. აი გიორგი აგრძელებს და მოგვიყვება ამაზე ალბათ, ხო? დიახ, წელს ჯერ დაგვისახელი რაზე სწავლობდი? კოლეჯში სწავლობდი გეოდეზიის ფაკულტეტზე, აზომვის ტოპოგრაფია სხვა სახელით და პირველ რიგში დამაინტერესა იმის დეფიციტური, ესე იგი ფულიანი საქმე შეგირჩევია. რა თქმა უნდა. ასევე სულ მინდოდა არქიტექტურაზე სწავლა და გეოდეზია, ასე ვთქვათ, დავაკავშირე თვითონ ამ პროფესიასთან, იმიტომ რომ ძალიან გამომადგება სამომავლოდაც და თან ცალკე პროფესიაც არის, რომელიც ასე ვთქვათ, ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და ანუ დასაქმების კოეფიციენტი ანუ ძალიან დიდი აქვს. ამიტომაც იმ ფაქტმა მიზიდა, რომ რეალურად შემეძლებოდა უნივერსიტეტშიც გაგრძელება სწავლის და ამ იდეით დავინტერესდით მთელი ოჯახი და ასე ვთქვათ, ძალიან გვერდში დამიდგა ყველა და გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამევამყრებინა. ძალიან მაგარია და მან ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე გიორგი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საბოლოო გადაწყვეტი პირველ ჯერ
როგორ მიხვედი აქამდე და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ ოჯახმა, ხო? ჩვენთან ჩემ დროს შენ ხელა რო ვიყავი დაჟის მეთოდად ითვლებოდა ხოლმე პროფესიულ კოლეჯებში და სასწავლებლებში წასვლა რა ვიღაცა თუ გინდოდა რომ დაგესაჯა მე-9 კლასიდან უნდა გაგეშვა პროფესიულ სასწავლებლად გაგეგდო ასე ვთქვა შენ აი ასეთი გეგმაზომიერი მიზანმიმართული გადაწყვეტილება მიიღე ვინ იყო ამ სათავეში ამ გადაწყვეტილებას? ანუ გაგაგდეს თუ არა? არა, არ გაგაგდეს. ისეთი პროფესია აქ არჩეული იქ არ მიიღეთ. არა, გაგდებით არც არ გამაგდეს. სკოლაშიც არ ვიყავი ცუდი მოსწავლე და კალკულებს ვსწავლობდი ძირითადად და ასე ვთქვათ, ნათლია ჩემო მითხრა ამ პროგრამის შესახებ გამაგებინა და ძალიან დავინტერესდი მე პირადად, იმიტომ რომ ან თან პროფესიის შესწავლა და თან საშუალო განათლების მიღება არ ვიცი ძალიან ახალი იდეა იყო და პირდაპირ ხა ჩემ მშობლებსაც ძალიან მოეწონათ და როგორც ვქვი უკვე გვერდში დამიდგნენ ჩავაბარეს გამოცდები რომლებიც იყო აუცილებელი და ასე ვთქვათ დავიწყე მან სწავლა და ძალიან გამიხარდა გითხარი ვინ არის შენი ნათლია აი ესეთი ნათლიები გვჭირდება ძალიან ბევრი ვინ არის აი საიდან იცოდა ეს ამბავი და ესეთ გათვითცნობიერებული როგორ იყო ამ საკითხში კოლეჯის ადმინისტრაციიდან ყავდა ასე ვთქვათ ერთი დაქალი ნათლია ჩემს სახელი შორენა აზრარაშვილია აი ძალიან დიდი მადლობა კაპიტან შორენას ესეთი კარგი არჩევანისთვის აი ესეთი ბევრი ამბასადორი ელჩები გვჭირდება დიახ ნათლია ჩემი სუგვერდში მედგა და ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა და ასე ვთქვათ ძალიან ბევრ ადგილას თვითონ წამიყვანა დამათვალიერებინა აი ეს კოლეჯის მაგანმა გამაცნო და ასე ვთქვათ, საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ნამდვილად კარგი არჩევანი იქნებოდა აქ ჩაბარება. მადლობა გიორგი, ნოდარ, ბევრი ესეთი ნათლიები გყავთ. ვეძებთ ნათლიებს. 26. ვეძებთ ნათლიებს. შორის კონკურსია ყოველთვის ერთ ადგილზე 3-4 ეგრე იქნება, იმიტომ რომ თვითონ იმდენად მოთხოვნადია რა, ეხლა გინდა სამშენებლო თემებზე, გინდა საინჟინრო საკითხებზე, სულ ყოველთვის ამბობენ რომ არ ყავთ ასეთი კადრები. შენ ხარ, შენი კოლეჯი არის იმ 26 შორის, ვინც ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დასაწყისიდანვე, ხო? რას იტყვი, ხო, თქვა პირველად რეფორმა რომ დაიწყოს ამ წლის წინ ძალიან რთული იქნებოდა ეს ამბავი მიგეწვდინათ, თქვა ნათლიებამდე. თუნდაც პირველ რიგში ნათლიებამდე. მეორე რიგში იმ თქვა თქვენ ბენეფიციარებამდე, ხო? როგორ შეიცვალა, შეგიძლია მითხრა, თქვა როგორია სიტუაცია 3 წლის წინ და დღეს როგორია? სოსო მოგესალმებით, კარგოთო თავა მოგესალმებით, გიორგი, მივესალმები მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. რატომ პროფესიული განათლება? ეს რა თქმა უნდა რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ პასუხი არის ერთი, ეს არის შესაძლებლობის არსებობა. უპირველესად, პროფესიის შერჩევის, ხარისხიანი სწავლის მიღების, პროფესიის დაუფლების და დასაქმების, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის. თავისთავად ცხადია, კვლევები, რომელიც ტარდება და რამდენიმე წელიწადია ტარდება, აჩვენებს, რომ პროფესიული განათლება საქართველოში არის ერთ-ერთი დინამიური და მდგრადი განვითარების სისტემა. თავისთავად ცხადია, ეს ამ სფეროში ინტეგრირებულ პროგრამებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, მასაც აქვს თავისი ისტორია, ინტეგრირებულ პროგრამების დანერგვა დაიწყო მათი პილოტირებით. 2019-ში კოლეჯებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავცნოდით პილოტირების შედეგებს და მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს, როდესაც განათლების სამინისტროდან მინდა ცალსახად თქვა და ასე ვთქვათ, დიდი მოკითხვები და მადლობა გამოვაცხადო დობისთვის ქალბატონ თამარს უპირველესად და ქალბატონ თამარ სამხარაძეს, რომელიც დაგვიკავშირდა პროფესიული განვითარების დეპარტამენტიდან და შემოგთავაზა ამ პროგრამის განხორციელება. ერთად შევარჩიეთ პროგრამა. მინდა გითხრათ, რომ პროცესები სწრაფად და დინამიურად განვითარდა. უკვე 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვყავდა შერჩევის რამდენიმე ეტაპ გავლილი და დატრენინგებული მასწავლებლების გუნდი, რომლებიც სწორედ ინტეგრირებულ პროგრამებს განახორციელებენ და უკვე 2020 წლის გაზაფხულზე მაისში ჩვენ მოვიპოვეთ უფლება აზომი ტოპოგრაფიული სამუშაოები განხორციელება პროგრამა ინტეგრირებულ რეჟიმში. იმავე წელს დავიმატებთ კიდევ ორი პროგრამა, ეს არის ვებ ტექნოლოგიები და გრაფიკული დიზაინის შესრულება და 2021 წელს მას დაემატა 30-ზე მეტი პროგრამა უკვე ინტეგრირებულია. 21 წელსში დავამატეთ კომპიუტერი, ქსელი და სისტემები, ყველა ეს არის მე-4 საფეხურის პროგრამები. ანუ პროგრამები, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. ვახსენე შესაძლებლობები.
და მინდა გამოვყო ორი მათგანი. პირველ რიგში ეს არის შესაძლებლობა გაიზარდა თვითონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი. თუ ადრე მე-9 კლასიდან გამოსულებს, ანუ საბაზრო განათლების შემდეგ შეზღუდული რაოდენობა ჰქონდათ შესარჩევი პროგრამების, ანუ მხოლოდ მესამე საფეხურის პროგრამები შეეძლიათ შეერჩიოთ, ამ შემთხვევაში მათ პარალელურად არჩევანი გაიზარდა. ის აღარ არის რომ მაინც რაღაც კონკრეტულია და ადამიანის თქვათ ამ შემთხვევაში ახალგაზრდების გარკვეულ არჩევანს არ შეესაბამებოდა. დღეს ფაქტობრივად იმდენად დიდია სპექტრი, ხო, საშუალო პროფესიული პროგრამები. და მე კიდევ ერთი შესაძლებლობა ეს იყო ეგრეთ წოდებული ჩეხის აღმოფხვრა, როცა მესამე საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტებს, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ საბაზრო განათლება, დახურული ჰქონდათ უმაღლესი სკარები. ანუ ყველა ამ შესაძლებლობა შექმნა ის აპლიკანტების რო შეიტანეთ თქვენ მიმახსოვს. ნოდარ თამარი როგორც დისხომ იცი ეს რაღაც კმაყოფილი მშობელი რო რაღაც შვილები დაუსწრებიან ესე და მართლა ძალიან გახარებულია და მეც მიხარია ძალიან მაგარი ამბავი არის რა და თან ეხლა იწყება თუ არ ვწდები მიღება ამ საკითხებზე და ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე ამასაც ხაზი გაუსვათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აგე გიორგი მამა ნათლიებმა მშობლებმა ახალგაზრდებმა პირველ რიგში რომ მათი გადაწყვეტილების გარეშე არაფერი არ გამოვიდა ერთი კითხვა მაქვს ესეთი რა ეს 3 წელი გრძელდება ეს პროგრამა ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ საბოლოო ჯამში პირდაპირ ესე კი არ მოხდეს რომ ეს იყოს ესე თქვა ტრამპლინი უმაღლესისკენ ხო? დასაქმების პროცენტი როგორია? აი, რამდენად შესაძლებელია რომ მეგობრებმა რაქნეს, ვინც არ წავიდა უმაღლესში. ხო, იავნანამ რაქნა. კი, რამდენიმე სტუდენტი ყავს წელს უკვე დაასრულა, წინა კვირაში დაასრულა ორმა ინტეგრირებულმა ჯგუფმა, ეს არის გრაფიკული დიზაინის შესრულება და ვებ ტექნოლოგიები. რამდენიმე მათგანი უკვე დასაქმებულია თავისი პროფესიით, რაც შეეხება გიორგისთან, ისინი ამთავრებენ თუ არ ვცდები 5 აგვისტოსთვის, მაგრამ რამდენიმე უკვე დასაქმებულია, მათ შორის გოგონა ალა ყველაშვილი უკვე მუშაობს პროფესიით, არაპირებს ჯერჯერობით გაგრძელებას უმაღლესში, გამოცდებს ავარებს, მაგრამ დასაქმებულია. პარალელურად მან მიიღო, ასე ვთქვათ, ატესტატის შესაბამისი დოკუმენტს მიიღებს და პარალელურად ექნება პროფესია. რამდენიმე ზევით უნდა ავიწიო, რა თვალსაზრისით პოლიტიკის თვალსაზრისით, ხო? თამარ შენთან ამა კითხვა რა პოლიტიკის თვალსაზრისით. რა თქვენ გაქვთ ძალიან კარგი სამკუთხედი, ხო? ეგრეთ წოდებული სამმაგი სპირალი, სადაც ძალიან აქტიურად რთავთ ბიზნესებს. რამდენად ჩართულები არიან ბიზნესები აი ესეთი ტიპის განათლების მსურველების კონკრეტულად დასაქმებისთვის უკვე? ნახეთ რა უპირატესობა აქვს ამ პროგრამას. ამ პროგრამაზე მხოლოდ საბაზო განათლების მქონე პირები მოდიან. შესაბამისად, ასაკობრივი კოჰორტა ამ პროგრამაზე არის ამ გიორგის ასაკის, თქვა 9 კლასის შემდგომ 15-16 წლის ასაკში გადმოსული მოზარდებისა, ხო? ბავშვებს აღარ ვეძახით. მოზარდები, კაი. ხო. და ანუ როცა თქვა სხვა პროგრამებზე, რომელიც არ არის ინტეგრირებული და სკოლის, ანუ საშუალო განათლების შემდგომ პროგრამებია, ჩვენ ხვდებით ვხედავთ რომ დიდი ნაწილი არის ზრდასრულებისა, რომელიც აბარებს ამ პროგრამაზე. დამსაქმებლისთვის და ხშირად გვისაუბრია ამაზე, ხო? აი მაგალითად კოოპერაციული სწავლების ან დუალური სწავლების კონტექსტში როცა ვიწყებთ დამსაქმებელთან ურთიერთობას, მათთვის ბევრად უფრო რთულია ამ ზრდასრულებთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა, მათი ინტეგრირება ბიზნესში, ისინი უკვე თავისი რაღაც წარმოდგენებით, თავისი წინარე გამოცდილებით მოდიან, მათთვის ბევრად უფრო საინტერესოა ამ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობა და შესაბამისად ისინიც მიესალმებიან და მოგყვებიან, აი ახლა ხო ვიწყებთ კვალიფიკაციების გადახედვას დუოებთან ერთად, ხო? და სულ გვესმის ის, რომ უფრო მეტი მიმართულობაა იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრამა გაჩნდეს მეოთხე საშუალო საფეხურზე, რატომ იცით? აი ამას დავასრულებ, იმიტომ რომ ერთი მხრივ ამ გზით ისინი 3 წლის პერსპექტივაში ახალი თაობის საფუძვლიან მომზადების შესაძლებლობას ხედავენ და მეორე მხრივ მომზადება-გადამზადების პროგრამებით ფარავენ იმ ზრდასრულების კოჰორტას, რომელიც სწრაფ გადამზადებას საჭიროებს. ჩემ გამოცდილებით ერთი საფეხური დაბლა ჩამოვიდეთ ახლა პოლიტიკისგან და სტრატეგიიდან უკვე განხორციელებს ეტაპს. ჩემი გამოცდილებით ესეთი მე როგორი გამოცდილება, მე მივდივარ უნივერსიტეტებში, იქ ზვერავ ხოლმე. ჯერჯერობით არ არის თქვა პროფესიულ სასწავლებლებში ჩემთვის საინტერესო, თუმცა ვებ ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია
კონკრეტულად ჩემთვის. ფოტოშორის სოციალური მედიაც. კომპიუტერი კი სოციალური მედია. აი აქ ეხლა ერთი საფეხურით გიორგისთან და ნოდართან მკითხვა, რომ რამდენად აზვერვინებთ ხოლმე თქვათ კომპანიებს, აი ესეთ უნიკალურ ადამიანებს, ვინც მინდა რომ პირდაპირ ასე ვთქვათ უკვე სკოლის მერხიდან გამოვა თუ არა, ეგრევე პროფესიული სასწავლების მერხიდან გამოვა თუ არა, მივიყვანო ჩემთან. ხო მე კარგი გამოცდილება მაქვს ესეთი, რომ უნივერსიტეტებში ახალ თაობას პოულობ პირველ მეორე კურსზე და პირდაპირ მიმყავს ჩემთან. როგორ ბატონი თამარის სიტყვას გავაგზავნებ, ჩვენ გვაქვს სოციალური მედიის მართვის პროფესიული მომზადების პროგრამა, მოკლევადიანი, საკმაოდ საინტერესო. ინსტიტუტებთან გესტუმრებით. აუცილებლად. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, უპირველეს მინდა გითხრათ, რომ პროფესიული განათლების ხიბლი ისაა, რომ აქ ძალიან ბევრი დამოკიდებულია პრაქტიკული უნარჩვევების შეძენაზე. შესაბამისად, კომპანიების ჩართულება არის დასაწყისეულო. ეს არის პროგრამების შემუშავების პროცესი თუ მათი ასე ვთქვათ განვითარების და განხორციელების ეტაპი. ამიტომ როცა ვსაუბრობ ინტეგრირებულ პროგრამებზე, იქ კომპანიები თავისთავად იყვნენ ჩართული. ეს იყო როგორც გაცნობიტი პრაქტიკის დონეზე, იქ პრაქტიკული პროექტის მოდულების ფარგლებში, იგივე გრაფიკული დიზაინის სტუდენტები. შეიძლება დავალება ეგეთი რაღაცები გარკვეული შედეგებს გადიოდნენ უშუალოდ სტამბაში და ასე შემდეგ. იგივე ტოპოგრაფები მათ ჰქონდათ კონტაქტი კომპანიებთან პრაქტიკის დონეზე და რა თქმა უნდა ეს ძალიან მოწყვლადი ჯგუფი არის. მე-9 კლასიდან გამოსული სტუდენტები კომპანიებისთვისაც მათთან ურთიერთობა, თანამშრომლობა არის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ ეს კადრის გაზრდის ასე ვთქვათ ძალიან კაი საშუალება. კადრის გაზრდის ძალიან კარგი საშუალება და შესაბამისად ეს აისახება დასაქმებაზე. როცა ვსაუბრობთ ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებლებზე თუ მიმდინარე სტუდენტებზე, ისინი სწორედ ესეთ კომპანიებში საქმდებიან. გადასარევია. გიორგი, ბოდიში თამარ ერთი კითხვა მინდა შენთან. ესე იგი სამი ჯგუფი ავიღოთ. შენ, ნათლია და ოჯახი. რამდენად კმაყოფილი ხართ აი ამ სამწლიანი შედეგით? მინდა გითხრათ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არ დავრჩი სკოლაში და პირდაპირ გადავწყვიტეთ, რომ გადავსულიყავით ამ კოლეჯში, იმიტომ რომ აი ეს გამოცდილება, რაც მივიღეთ, არის მართლა უძვრფასესი და რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა მიმართო 9 კლას დამთავრებულებს, რომ თუ კი რაიმე ეჭვი აქვთ ამ კოლეჯში და გადასვლაზე ეჭვი ეპარებათ, მინდა დავარწმუნო, რომ ნამდვილად კარგი ადგილია და ანუ ძალიან ბევრ პერსპექტივას აძლევს ეს კოლეჯი. ასევე მეც მაქვს ნამუშევარი სხვადასხვა ხალხთან პრაქტიკა მაქვს გავლილი და ანუ ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე და ის ინტეგრირებული საგნები რა ხანაა, ჩვეულებრივი სასკოლო საგნები დავაკავშირე ამ პროფესიასთან და ანუ ბევრად უფრო საინტერესოდ წავიდა სწავლა და აი ის კითხვა არ მიჩნდებოდა თუ რაში მჭირდება მაგალითად ქიმიას, ფიზიკის ან ბიოლოგიის სწავლა თუნდაც სუ პრაქტიკაში და სუ გამოყენებაში მქონდა ნებისმიერი. მაგარია. რო შევაჯამოთ თამარ. სხვათა შორის ერთი რამ არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თლიანად საშუალო მაჩვენებელი გადინების პროფესიულ განათლებაში მაღალია 20%-ზე მეტია, 25%-ზე მეტია. თლიანობაში ინტეგრირებულ პროგრამებზე ფაქტობრივად არ არის გადინება. 1-2%-ია, ანუ ძალიან მცირეა. რაც ალბათ ცხადყოფს იმას, რომ ეს ახალგაზრდები, მოზარდები მართლაც ხედავენ სარგებელს ამ პროგრამაში და პერსპექტივას. რა თქმა უნდა, პერსპექტივასაც მათ შორის. მე მაქვს ერთი კითხვა გიორგისთან, იქიდან გამომდინარე, მე თვითონაც ვსწავლობდი ოდესღაც ბევრი წლის წინ, არ მიკითხოთ რამდენი ინტეგრირებულ პროგრამაზე. მე მქონდა ესეთი განცდა და მაინტერესებს არის თუ არა ეს თქვენთვისაც იგივენაირად ხელშესახები საკითხი. მქონდა რატომაც განცდა, რომ ბევრად უფრო ზრდასრული ვიყავი, ვიდრე ის ჩემი კლასელები, რომლებიც სკოლაში დარჩნენ. აი რაღაცნაირი სხვა თავდაჯერებულობის განცდა მომიტანა პროფესიულ კოლეჯში სწავლა. არა, თამარი ხარ, რა კითხვა უნდა? მაინტერესებს გიორგი როგორ ხედავს ამ საკითხს. აი თვითონ სტუდენტის სტატუსის ქონა ალბათ, ხო? 16 წლის ასაკში. დიახ, 16 წლის ასაკში სტუდენტის სტატუსი რომ მქონდა, ძალიან დიდი მეგონა პირდაპირ გეტყვით თავი და რა თქმა უნდა, ეხა სხვაზე უკეთესი ვარ თქონდა, მაგას არ ვიტყვი არასოდეს, თუმცა აი ბევრად დიდი გამოცდილება მივიღე, ვიდრე მივიღებდი ჩვეულებრივად სკოლაში დაჩენისას, ანუ ეხა ვინც აბიტურიენტები ემზადებიან და სწავლობენ ცალკე სკოლებში, იმათ ვუყურებ, რომ აი ეს ბოლო 3 წელი თითქმის არაფერს არ აკეთებდნენ, ანუ დიდად სკოლაში ეხა კი ჩვეულებრივ საშუალო საგნებს გადიოდნენ, მაგრამ ანუ ვერ ხედავდნენ ხოლმე სარგებელს, ძალიან ხშირია ეგ პრობლემა მათ შორის და აი, როდესაც ინტეგრირებულ სწავლების დროს დავაკავშირე პროფესიასთან, ბევრი რამ ვისწავლე ახალი,
მაინც ისეთი განსხვავება რომ მართლაც ცოტა საფეხურით უკვე ხედავდი, ამჩნევდი, შენ თვითონ ვიაზრებდი რა კავშირები შეიძლება გეპოვა შენს პროფესიასთან. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ესე იგი 10 სექტემბრამდე ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და არა მხოლოდ. არა მარტო ზოგადად პროფესიულ სასწავლებლების პროგრამებზე გრძელდება მიღება. ძალიან სამაგალითო სტუმარი ყავდა გიორგი მამალაძე და მინდა წარმატება გისურვო შენ კონკრეტულად მიმდინარე საქმიანობაში და რა თქმა უნდა ახლა ეროვნულ გამოცდებზეც ნოდარ ხარაზიშვილი და თამარ კიტიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თემებისთვის და აბა ყველანი მივდივარ და რეგისტრირდებით მე-9 კლასიდან. მივდივარ პროფესიულ სასწავლებლებში. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებ. 12 საათსა და 30 წუთზე ბიზნეს პარტნიორში გელოდებით. ნახვამდის.